ჯონ როუ ოქროს სახლი თავი მე-11 ფარდები კარავში კარვის ჩარჩოს წარმოადგენდა ფიცრებისგან შემდგარი კედლები, რომლებზეც ჩამოფარებული იყო ფარდები. კარვის ჩარჩოზე ზემოდან გადაფარებული იყო 4 დიდი გადასაფარებელი, რომელიც მის სახურავს წარმოადგენდა. ეს გადასაფარებლები ოქროს კარავს წვიმისა და ქარისაგან იცავდა. ვინც კი დადგებოდა შიგნით კარავში, ან წმიდათა წმიდაში და ჭერს შეხედავდა, იხილავდა შთამბეჭდავ სანახაობას. თვალწინ თითქოს იშლებოდა ხედი ზეცისა. თავ ზემოთ იყო ქერუბიმებით ამოქარგული 4-ფერი გადასაფარებელი. აქ წმიდა ღმერთი იყო დავანებული. ბოლომდე დაშვებული გადასაფარებლის გვერდები მთლიან სავანეს ფარავდა. მისი სიგრძე იყო 40 წხრთა, ხოლო სიგანე 28. ამ გადასაფარებლის ზემოთ მოთავსებული იყო თხის მატყლისგან გაკეთებული გარეთა გადასაფარებელი. იგი ზომით უფრო დიდი იყო, 44 წხრთა 30 წხრთაზე. მას ეწოდებოდა სავანის გადასაფარებელი. ეს საფარველი ქვედა ლამაზ გადასაფარებელს და მთელ ნაგებობას ცუდი ამინდისაგან და დაზიანებისაგან იცავდა. სიმბოლურად ეს საფარველი, განსაკუთრებით კი მეორე, მიუთითებდა გარე სამყაროსგან გამოცალკევებაზე. ღვთის სახლი გამოყოფილია მთელი ქვეყნიერებისგან, ვინაიდან ცოდვად დაცემული ბუნება ძალიან დაშორებულია ღვთის სიწმიდეს. ანალოგიას გავაგრძელებთ და ვიტყვით. ჭეშმარიტი მორწმუნენი უნდა ცხოვრობდნენ ღმერთის ღირსად. ჩვენ იზოლაციაში უნდა ვიყოთ და გამოვეყოთ არა ურწმუნოებს, არამედ უპირველესად ჩვენ შიგნით არსებულ ცოდვას. მიწაზე ცხოვრებისას ქრისტემ გვიჩვენა თუ როგორ არის ეს შესაძლებელი. მესამე გადასაფარებელი კეთდებოდა ვერძის ტყავისგან, რომელიც შეღებილი იყო წითელი ფერით. ვერძი იკვლევოდა მაშინ, როდესაც ხდებოდა ლევიტელთა მღვდლად კურთხევა. ამაზე გამოსვლის წიგნის 29 თავის მუხლები მე-15-დან 35-ეს ჩათვლით მოგვითხრობენ, აგრეთვე ლევიტელთა წიგნის მერვე თავის მეორე მუხლი. შეწირული მსხვერპლი მეტყველებს ძის ერთგულებაზე მამის მიმართ. წავიკითხოთ ფილიპელთა წერილის მეორე თავის მერვე მუხლი. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. წითელი ფერი გვახსენებს ჯვარზე დაღვრილ უფლის სისხლს. გარეთა გადასაფარებელი დამზადებული იყო მაჩვის ტყავისაგან. გარედან იგი არ იყო მომხიბვლელი. ვისაც არ მოუნანიებია, ვერ შეძლებს დააფასოს ქრისტე, ხოლო ვინც კი შეიცნო უფალი, იგი ეზიარა სულიერ სიმშვიდეს და მოიპოვა ხსნა. გარედან არაფერს არ შეეძლო დაეზიანებინა ეს გადასაფარებელი, ასევე ქრისტესაც ვერ მიეკარა ცოდვა. ქრისტემ ყველა ცდუნებას გაუძლო და ყველა გასაჭირი დაითმინა. მისი წყალობით და მისი ზრუნვით არის ქრისტიანი დაცული და ხარობს მასთან კავშირით.